შვილო, ეხლა სირცხვილიაც რო თქვა, როგორი ფასებია, საშინელი ფასებია. მით უმეტეს მე პენსიონერი ვარ. ასე ვცდილობთ, რომ გავუმკლავდე, მაგრამ ეხლა ბევრი რამის რაციონიდან გამოგვაქვს ეგრე რა. იოლად მივდივართ, როგორც შარშან თუ თევზეული უნდა ყოფილიყო ერთი სამნაირი, ეხლა უკვე всё, ერთნაირი თუ შევძლებთ ესეც თხილი უნდა იყოს, ესე იგი 20 ლარი. მოკლედ აი ასეთი ამბავია შვილო. საქართველოში ამჟამად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 350 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 450 ლარით განისაზღვრება. 2026 წლის იანვრიდან კი 20-დან 45 ლარამდე მატებაა დაგეგმილი. ჩავედით, ჩავიარეთ, ვერაფერი ვერ ვიყიდეთ, ისეთი ფასებია და მივდივართ. ძალიან ძვირია ყველაფერი, ვერ მიწდება უბრალო ადამიანი ისეთი სიძვირია, კარგი რაც არის და ეხლა კიდევ უფრო და უფრო მოიმატებს რა თქმა უნდა ისეთი ფასები იქნება, რომ ვერ შეძდები ხა, რა ვიცი, ინდაური 100 ლარი და 150 ეღირება და გოჭი 300, რა ვიცი, ჩვენც ახლა მოკვდავ ხალხს, გვაქვს გემოვნება, გვინდა რომ გქონდეს ახალწლო სუფრაზე მაინც, მაგრამ ხელფასები, რა ხელფასებია? პენსიას 20 ლარს უმატებენ და ყველაფერს აძვირებენ. ეხლა იძახიან, რომ ისინი ძვირდება, რა გადასახადები ძვირდება და აი რა უნდა ვქნათ? ახალი წლის მერე გადასახადები ძვირდებაო. რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა ვიარსებოთ? პენსიაზე მყოფი ხალხი რას ვიყიდით? ვერაფერს. შაქარი მაქვს, ინსულინზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ მე კიდე სხვა წამლები მჭირდება აუარებელი, დღეში 7 აპს ვსვავს სხვადასხვას და მაგის ყიდვაც ხომ მინდა, მარტო წამალი ხო არ არის, გადასახადია, იქ ის არის, უკვე ვერა. ვაშლს რო ვერ იყიდი ნორმალურს, რა ვიცი, ეხლა 7-8 წლის წინ 5 გორელებს ჩამოქონდათ ხოლმე და ვყიდულობდი 7 ლარად, 8 ლარად, დიდ ხუთს და ეხლა დიდ ხუთს კი არა, ვერაფერს ყველაფერზე გაძვირებულია, ნიგოზზეც, კამფეტი ხო საერთოდ ისეთი ფასებია, რომ შაშანდთან შედარებით. ხილი რა, ყველაფერი. ეხლა რაც ვიყიდეთ, ყველაფერი გაძვირებულია. ანუ ბევრი ვერაფერი ვერ ვიყიდეთ, ის სარიელკუთებია. ბავშვების ახალწლო რაღაცები და ჩავდოთ. რაც ყუთებიც კი ხო, მერტოში 20 ლარი ის ყუთი. რაღაცას იკლებ მე 1 წლის მანძილზე, რომ სამ ბავშვებს რაღაცა გაახარო. მეუღლე არის ემიგრანტი, ესე ვქო, მუშაობს საზღვარგარეთ. აი ესე. აქ მუშაობდეს, ამდენამის ვერ შევძლებთ ფიზიკურად.